ექრიშვილი იყო. ბათუმში კი გადაუღებლად წვიმს გასულ ხამეს აჭარის სანაპიროზე 6 ზღვის სიღრმეში კი 7 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. თუმცა სტიქიას ამჯერად მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია აჭარისთვის. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ხულოში თოვლის საფარი სიმაღლემ 20 სანტიმეტრს მიაღწია. უხმანალებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 10,000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ანალოგიური პრობლემა აქვს კახეთშიც. ძლიერი ქარის გამო უშკოდ 15,000-მდე აბონენტია დარჩენილი. ძლიერმა შტორმმა ბათუმის არფის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. გზის დაახლოებით 1200 მეტრიან მონაკვეთ ზღვის ტალღებმა საძირკველი გამოაცალა. რამდენიმე მონაკვეთში ჩამონგრეულია გზა. 4 მეტრიანმა ტალღებმა გზაზე სანაპირო ზოლიდან ქვები და ღორღი ამოიტანა. თუმცა მიუხედავად ამისა მოძრაობა არ შეწყვეტილა. ხელვაჩავიდან სახლში ჩამოსვლამდე არის გარკვეული ჩახერგილი გზები, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე გამოსწორებულია მშვიდობაა დღესდღეობით. იყო სალვის საფარველზე ზღვის ტონის წამოწევა და ამოსვლა, მაგრამ ისიც განეიტრალებულია. ამ დრომდე წვიმს ბათუმში, რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმა და ქარი იყო. ტალღების სიმძლავრემ სანაპირო ზოლში 6, ზღვის სიღრმეში კი 7 ბალი შეადგინა. ბულვარის ტერიტორიაზე და გზის სავალი ნაწილის გარკვეულ პერიმეტრზე ზღვამ ქვაღორღი გამოიტანა. ცუდი ამინდის გამო დღეს დილით ბათუმის აეროპორტში დაგეგმილი ფრენებიც გადაიდო. მთელი დღის განმავლობაში გამოძახებები არ წყდებოდა ჩვენთან, სადაც მოსახლეობა ითხოვდა დახმარებას, ძირითადად მანქანები, რომლებიც გზებზე იყვნენ ჩარჩენილი. ქარბუქმა და თოვლმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა ხულოშიც. დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის გარეშე კი 10,000-მდე აბონენტია დარჩენილი. ძლიერი თოვლის გამო რამდენიმე დაზიანებულ უბანზე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუ ასე ითოვა, ფაქტობრივად გაწმენდის სამუშაოები ვერ გახორციელდება და ჩვენ ეტაპობრივად უნდა ველოდოთ გამოდარებას. რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია. გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. რიკოთის უღელტეხილზე გუშინ რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო შექმნილი. არ გვაწარებენ, გზა არ არის, თოვლი არის რიკოთში და ჩაკეტილები ვართ. ვერ ასწრებენ გაწმენდას, თოვლია. დაკეტილია, უცებ წამოვიდა, ბევრი თოვლი არის, ნამქერი არის და ამის შედეგად ვეღარ ასწრებენ გზების გახსნას. ძლიერმა ქარმა გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე რამდენიმე სახლ-სახურავი გადახადა. შედეგად დაზიანდა ადგილობრივის ავტომობილი. ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი სოფელ ჩუმლახში. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ძლიერი ქარის შედეგად კახეთში 15,000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. იმდენად ძლიერი ქარი იყო, რომ მანქანიდან 2 წუთში გადმოსულები ვიყავით, მოხდა წინა კორპუს სახურავი და დაეცა მანქანას. დააზიანა მანქანა, ახალი ჩამოყვანილია ზორგაერთიდან. ეხლა არის 15,000 აბონენტი გათიშული, დილიდან მიმდინარეობს აღდგენები, დღის განმავლობაში ალბათ ჩაირთვება ჩვენი აზრით, რომ ყველა აბონენტი. კახეთის გარდა ელექტროენერგია არ მიეწოდება ენერგოპრო ჯორჯიას 62,000 აბონენტს. პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. თუმცა ნალექიანი ამინდის გამო მაღალმთიან სოფლებში სამუშაოების წარმოება ჯერჯერობით შეუძლებელია. დღის ბოლომდე შესრულდება სამუშაოები და გამორთული აბონენტების რაოდენობა დაიწევს დაახლოებით 10,000-მდე, ხოლო მთელი ღამის განმავლობაში ამინდის პირობებიდან გამომდინარე გაგრძელდება სამუშაოები და ხვალ დღის ბოლომდე სრული მასშტაბით აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. საავტომობილო გზებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს რკინიგზამ დამატებითი უფასო რეისები დანიშნა. საქართველოს რკინიგზა 24 საათიან საგანგებო სამუშაო რეჟიმზეა გადასული. დამატებითი რეისებით სარგებლობის საშუალება მგზავრებს საავტომობილო გზებზე არსებული პრობლემების მოგვარებამდე შეეძლებათ. დავნიშნეთ დამატებით სამგზავრო მატარებელი, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს მგზავრებს. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდები 8 დეკემბრამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც გამოიდარებს და წვიმა და თოვა შეწყდება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, გვექნება შედარებით უმეტესად უნალექო ამინდი. როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შეწყდება წვიმების და თოვლის.
რაც შეეხება დედაქალაქს თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შესუსტდება ქარის სიჩქარე. აირის ტემპერატურა დღისით რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. ღამით კი ისევ ყინვებია გამოცხადებული.